გამარჯობა, დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ საუბრობთ ბატონ მალხაზ მიქელაძესთან, რისთვისაც მადლობა მინდა უთხრა. მას თავისი დროისთვის ბატონი მალხაზი გახლავთ კადრის დიპლომატი, არნახულად ბევრი პოზიცია გაიარა მისი კარიერული ზრდის პერიოდში. ამჟამად ხელმძღვანელობს ციფრულ აკადემიას, ციფრულ ინსტიტუტს დიპლომატიის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც აკეთებს. და დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ორ ძირითად მიმართულებაზე, ასეთ პრინციპში სულ იყო, სულ არის და ალბათ იქნება კიდევაც მსჯელობა, შეერთებული შტატები, რუსეთი და ცხადია მესამე კუთხე ეს არის საქართველო, ანუ საქართველოს პერსპექტივიდან შევხედოთ ყველაფერს, დავიწყოთ შეერთებული შტატებიდან, სიგნალები, რომელიც მიდის თბილისიდან და რა ხდება ვაშინგტონში, ვაშინგტონიდან რა სიგნალები მოდის თბილისში, რამდენად უგებენ ერთმანეთს და რამდენად შეიცვალა ეს ყველაფერი 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. კი ბატონო. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა ესეთი საინტერესო თემატიკის წამოწევისათვის. როდესაც საუბრობთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ერთგვარად გადატვირთვაზე, re-engagement-ზე, თუ როგორც გნებავთ ისე დაარქვით, აქ აუცილებელი უფრო გლობალური სურათი მივაწოდოთ თქვენს მაყურებელს. მოდით ესე ვთქვათ, რომ დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საკმაოდ განსხვავებული საგარეო პოლიტიკა და კურსი გააჩნია თავის წინამორბედებთან შედარებით. იგი უფრო ტრანზაქციული გახდა, თავად პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ეპიტეტები და თავის თავს უწოდებს deal makers, ანუ გარიგებების შემქმნელი. მას აღარ სურს როგორც წინამორბედებს, უბრალოდ უპირობო მხარდამჭერი იყოს ლიბერალური დემოკრატიების, დაუშვათ გარკვეული არქიტექტურული უსაფრთხოების არქიტექტურების. მას სურს, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს გარკვეული პრაქტიკული ამონაგები ჰქონდეს ამა თუ იმ თანამშრომლობისათვის. შესაბამისად, იქცევა ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც საუბრობს დაუშვათ იშვიათ მინერალებზე ან ენერგორესურსებზე აქვს გარკვეული გართულება. აქ ახალი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ კონკრეტული ბენეფიტი მიიღოს ამა თუ იმ თანამშრომლობისაგან. ამას ხედავთ ჩვენ, ხედავთ უფრო სწორედ დღეს ვენესუელაში, გარკვეული გადათამაშება ხდება ურთიერთობების ევროპელ პარტნიორებთან. დღეს თუ მცდელობა არის ირანთან ურთიერთობების, მოდით ესე ვთქვათ, თუ არა დაალაგება, ყოველ შემთხვევაში ჩართულობა გარკვეულ წილად, გარკვეულ დონემდე. ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ სწორედ ეს ამოძრავებს დღევანდელ ამერიკის ადმინისტრაციას, როდესაც ვაცხადებთ, რომ მისი მთავარი ლოზუნგი არის მაგა, ანუ კვლავ გადავაქციოთ ამერიკა ძლიერ სახელმწიფოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა თავის პარტნიორთან. ამით იყო განპირობებული, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაუშვათ აქტიურად შეხვდა, ფიზიკურად შეხვდა ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერს. ამით იყო განპირობებული მისი ჩართულობა ურთიერთობებში სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სწორედ შემდგომ უკვე ყურადღება გამახვილდა ენერგომატარებლებზე, ყურადღება გამახვილდა მინერალებზე, ყურადღება გამახვილდა რუსეთისა და ჩინეთის დაბალანსებაზე ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ცენტრალური აზიის რეგიონში. ეს მეტყველებს, რომ ეს საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკის გატარება არის ჩვენი რეგიონების მიმართ და აქ სამწუხაროა, რომ საქართველო ჯერ არ არის სრულყოფილი მონაწილე აი ამ ყველაფრის. ეს ერთგვარად დაკარგული შანსები არის ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც შესაძლოა უძლო იყოს ჩვენი ქვეყნის როგორც სტაბილურობა, ისევე ეკონომიკური განვითარება. ანუ შეიცვალა ვითარება, მოდით ესე ვთქვათ, დამოუკიდებლობის მოპოვების აღდგენის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა საგარეო კურსი ჰქონდა, ის იცვლებოდა, თუმცა ძირითადი ერთ-ერთი ვექტორი იყო გეოლოკაციური მნიშვნელობის ხაზგასმა. ეს იქნებოდა ენერგეტიკული დერეფნების კუთხით საუბარი, ეს იქნებოდა მაგალითად ერთდროს პოპულარული თემა იყო ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და მიმართულება. ყველგან საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო წინ წამოწეული, იგივე რუსეთის საზღვრებთან. დღეს დღევანდელ
ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციაში მხოლოდ გეოპოლიტიკური მდგომარეობით შენ ადგილს ვერ დაიმკვიდრებ როგორც პარტნიორი. იქ გარკვეული პირობები უნდა შეასრულო, ეს იქნება სტაბილურობა, ეს იქნება დაუშვათ ნორმალური ინსტიტუციური განვითარება ქვეყნის, სადაც კანონობს უზენაესი არის და არა დაუშვათ რაღაც გარკვეული ჩრდილოვანი გავლენები, სწორედ ეთყობა აქეთკენ არის მცდელობა, რომ წავიდეს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოება მთლიანად მოდით ესე ვთქვათ და ეს იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოსთვის. ამიტომ დღეს რო რაღაცა re-engagement-ზე საუბრობდით, ანუ ხელახლა ჩართულობაზე, ან დაუშვათ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, რაც აქამდე იყო ტრამპის ადმინისტრაციაზე, მე ეს არარეალისტური მიმაჩნია, თუმცა პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და ეს პრინციპში საქართველოს საზოგადოებას ხელში არის. თვითონ ის დონე, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები წარდგა საქართველოში, ძალზე თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ანუ აქ არ იყო მიუხედავად უმაღლეს დონეზე, ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ვიზიტებისა ჩვენს რეგიონში საქართველოში არავინ არ ჩამოვიდა. საგარეო მდივანმა შესაძლებლობა ნახა თავის სხვა მოგზაურებებთან ერთად ეწვიოს ჩვენს მეზობელ სომხეთს, მაგრამ არანაირი იდეა არ დაბადებია მას ერთგვარად შემოევლო საქართველოში, თუნდაც შემოევლო, როგორც სომხეთში გააკეთა. ჩვენთან ჩამოდიან დაბალი დონის ან საშუალო დონის დიპლომატები, უმაღლესი დონე თუ არ ვცდები სახელმწიფო დინის თანაშემწის დონე იყო, რომელიც რეალურად სწავლობენ იმ ვითარებას, თუ რა ხდება საქართველოში. რა თქმა უნდა, საქართველოს სტრატეგიული ადგილზე იმყოფება, მას ძალზე დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არის, მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის, რომ იყოს შენ საინტერესო პარტნიორი, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პარტნიორობის. ამისთვის გარკვეული პრინციპები, ვალდებულებები უნდა შეასრულო და ნუ აქ მოდით ესე ვთქვათ, წინა ადმინისტრაციებთან დაკავშირებით თუ ადრე ყურადღება გამახვილებული იყო დემოკრატიის ფლაგმანზე, დღეს უფრო პასუხისმგებლიან პარტნიორობაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება. თუ ჩვენი მხარე საქართველოს საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, ჩართულობა უკვე პრაქტიკულ სიფრთხეში გადავა, მაგრამ იქამდე თუ ჩვენ ვერ განვახორციელებთ ამ ქმედებებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულყოფილი ჩართულობა მოხდეს. ესაც დავამატებდი, რა იგულისხმება ამ ნაბიჯებში, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ. მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა, დერეფნების ამოქმედებას, ეს იქნება ენერგოდერეფანი, ეს იქნება სატრანსპორტო დერეფანი, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ეს საჭიროება გარკვეული სტაბილურობა, რაც როგორც ითვლება, ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მე ვარაუდობ, არასაკმარის დონეზე არის საქართველოში. აქ არის საზოგადოების სრული პოლარიზაცია, აქ არის კანონის უზენაესოების პრობლემა, აქ არის ადამიანის უფლებების პრობლემა, აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში ალბათ სასამართლოს მიუკერძოებლობა, ხო? ამ ინსტიტუტების არამდგრადობის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, მთლიანად ამერიკის შეერთებულმა ადმინისტრაციამ თუ მოინდომა ამ თანამშრომლობის დავაგება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დერეფანი შესაძლებელი გახდეს, რომ მომხიბვლელი იყოს იგივე ინვესტორისათვის, თუ გადაზიდვებზე ვსაუბრობთ და სატრანსპორტო კომუნიკაციაზე, აუცილებელია სადაზღვევო სისტემა იყოს სრულად გამჯდარი აქ და ჩამოყალიბებული და არ უნდა ეშინოდეს ამ ბაზარზე შემოსვლის გადამზიდავებისთვის სტაბილურობა უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რასაც ალბათ ჩვენს პირობებში დღეს ვერ ხედავენ და ობიექტურად ეს არის, ხო? შიდა პოლარიზაციის და კანონის უზენაესობის კითხვების გარდა აქ საუბარი არის სულ უფრო მეტ გავლენაზე, რუსეთის დესტრუქციულ გავლენაზე, მუქარებზე, ბოლო-ბოლო 20% ტერიტორიის ოკუპირებული არის. ხო, ყველაფერი ეს ქმნის იმ არასტაბილურ ვითარებას, რაც არ არის მომხიბლებელი ინვესტორისათვის. სწორედ ამიტომ ჩვენთან თუ ჩამოდის ჩინოვნიკი ვაშინგტონიდან, იგი არის დაბალი დონის, რომელიც სწავლობს თუ რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს
ვისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას და სად არის გამოსავალი იმ წერტილიდან, რასაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, მაგრამ ამ პირობების დაცვის გარეშე მე ნაკლებად წარმომიდგენია სრულფასოვანი თანამშრომლობის აღდგენა. ეს ისე ზოგადად შემოვხაზენ მთლიანად უფრო გლობალური სურათი რო დავიდეთ. თქვენ ბევრი წელია, ანუ პრინციპში საწყისი წერტილიდან დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ვიხართ ჩართული ამ საქმეებში და სხვადასხვა დროს სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები ჩამოდიოდნენ შეერთებული შტატებში. გვახსოვს ვიცე-პრეზიდენტი, გვახსოვს პრეზიდენტის ვიზიტით, ვიცე-პრეზიდენტის სხვა სენატორები და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რაზეც თქვენი საუბრეთ, საკმაოდ მძიმე და აშენ. რაც შეეხება სამოქალაქო და საზოგადოების კანონის უზენაესობას და ასე შემდეგ, მეც მახსენდება თითქმის ყველა სამიტის დეკლარაციაში იწერებოდა, რომ სასამართლო არის თქვენი აქილევსის ქუსლი და ჭირდება რაღაცა დახმარება ან გამოჯამრთელება და ასე შემდეგ. რა ბურთი აქ არის საქართველოს მოედანზეა, ის რომ 20% ოკუპირებული იყო, იცოდნენ მაშინაც 93-დან მოყოლებული. როგორ შეიძლება რომ შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს აქ იმისთვის, რომ მიმზიდველი გახდეს მართლა შეერთებული შტატებისთვის. ანუ მინიმუმ ის რომ ინვესტიციები ჩაიდოს, ხო? კი ბატონო, ნუ როგორც მოკლედ ავღნიშნე, თუ წინა ხელისუფლებები, უკაცრავად წინა ადმინისტრაციები, ამერიკის შეერთებული შტატები გამოყავდა ერთგვარ შემაკავებელ ძალად სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის ჩვენს რეგიონში საკმაოდ გასაჯეროებულიც იყო ესეთი ტერმინი გლობალური პოლიციელის ფუნქციას ასრულებდა თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ის დრო არ იქნება ის დრო გადაფასდა მიუხედავად იმისა რომ ტრამპი დროებით პიროვნება არის მთლიანად ესტაბლიშმენტი ვაშინგტონში უფრო გადააფასა თავისი როლი გლობალურად შესაბამისად მისთვის პრაქტიკული ამონაგები უნდა იყოს. გეოსტრატეგიული მდგომარეობა, როგორც ვთქვით, ძალზე მნიშვნელოვანი არის. ამან შეიძლება ნაყოფი გამოიტანოს. მე ხა ესე ვთქვათ, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია შიგნით კონკრეტულად რა საკითხები განიხილება ორ მხარეს შორის. თუნდაც იმ დაბალ დონეზე, მოდით ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატიდან დაბალ დონეზე, თორე ჩვენი მხრიდან საკმაოდ მაღალი დონე მონაწილეობს. ალბათ საუბარია თქვენ ჩვენაც დავასახელეთ, ხო? ეს არის პრინციპში სასამართლოების გამჭვირვალობა და რეფორმა, ნორმალური არჩევნები, კანონის უზენაესობა, არ შეიძლება ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში, სადაც კერძო საკუთრება არ არის სრულყოფილად დაცული, ხო? თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ როგორც ხედავთ, ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მეტი ინტერესი და სტაბილურობა დაინახა იგივე სომხეთში და აზერბაიჯანში, ვიდრე ჩვენთან. იმიტომ რომ იქ უკვე დაიგეგმა ინვესტიციები, იქ უკვე სფეროები განისაზღვრა პარალელურად შემდგომში უკვე სომხეთის მხარეს მაგალითად აღმოუჩნდება დახმარება იმ რეფორმების გასაკეთებლად, რაც მათ უნდა შეასრულონ. ანუ ჩვენ მხოლოდ ზაობის გამოხატვის შემთხვევაში ჩვენ უკვე შეიძლება უფრო მეტ თანამშრომლობაზე წამოვიდეს ამერიკის შეერთებული შტატები და თუ არ წამოვიდა, ესე იგი ჩვენი ხელისუფლება მთლიანად აიგნორირებს ამ მოთხოვნებს, ან უბრალოდ დაინტერესებული არ არის, უბრალოდ განცხადების დონეზე გამოხატავს ამ ინტერესს და არა დაუშვათ რეალურად. ერთ მნიშვნელოვან ფაქტს კიდე გავუსვამ ხაზს, რომ მე ნაკლებად სავარაუდოდ გონია ჩვენი მასშტაბებიდან, ჩვენი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მით უმეტეს ჩვენი ალტერნატივა უკვე გამოჩნდა, ხო, ეგრეთ წოდებული ტრიპის გზის სახით. ნაკლებად მიმაჩნია შესაძლებლად რომ აქ რაღაც პიროვნულ მომენტს თუნდაც ტრამპი გაგიჟდეს ქართულ კულტურაზე ან ვიღაც პიროვნებაზე ან იგივე ლობისტების დიდ დამსახურებაზე ვაშინგტონში ამაზე ვერ იქნება დამოკიდებული ამ ურთიერთობების აღდგენა თუ არ შესრულდა ის მინიმუმი რაც გულისხმობს ქვეყანაში სტაბილურ მარკეტს. შესანიშნავი სიგნალები, რომელიც იგზავნება ხოლმე თბილისიდან, 28 ნოემბერი ვახსენეთ, შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, ბოლოს ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმება, ანაკლიის სპორტის საკითხი, ეს ყველაფერი ამ ყველაფერს თუ ადევნებენ თვალს ვაშინგტონში და როგორ აღიქმება
როგორც დიპლომატს აი ესე მინდა გკითხოთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, რომ დიდ ქვეყანაში ძალიან პატარა ქვეყნიდან მსგავსი გადაწყვეტილებები და ოფიციალურად გაკეთებული განცხადებები როგორ აღიქმება? პირველ რიგში, მოდით ესე ვთქვათ, ამ ზომის და მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატია საკმაოდ აქტიურია გლობალურად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და საქართველოს რა თქმა უნდა გამონაკლისიც არ არის. ანუ მონიტორინგი რა თქმა უნდა აქტიურად მიმდინარეობს. ახსენეთ ეს არა თანამედროვე გადაწყვეტილებები, რაც ანაკლის სპორტთან დაკავშირებით გამოიხატა თუნდაც ჩვენი ხელისუფლებიდან აჩვენებს, რომ რამდენად არასტაბილური მდგომარეობა არის ჩვენს ქვეყანაში. სწორედ პირველი საკმაოდ დაბალი დონის დესკოფიცერი იყო რეალურად საქართველოს ჩამოსული, რომელიც ერთ-ერთი დაბალი დონის დიპლომატი არის, ის გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებადაც არ იყო ჩამოსული. მის ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა ანაკლის სპორტის მონახულებას. ხო, ანუ აინტერესებს ამერიკის დიპლომატიას რა ხდება ამ სპორტის გარშემო, რატო ესე ხშირად იცვლება პირველად ინვესტორს გამოართვეს ეს ქონება, შემდეგ გამოცხადა ტენდერი, იგებს ჩინური კომპანია, რომელმაც უბრალოდ feasibility study, ანუ შესწავლა უნდა ჩაატაროს ამ პროექტის გარშემო, თან იგებს კომპანია, რომელიც დაკავშირებული არის ხელისუფლებასთან, ჩინეთის ხელისუფლებას გულისხმობს, რომელიც სანქციის ქვეშ იმყოფება საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს გამაოგნებელია, ეს იმდენად გაუგებარი ნაბიჯები იქნა გადადგებული ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ თვლიან, რომ მარტო ინფორმაციის წაკითხვა, რა თქმა უნდა, საელჩო მუშაობს და სულ ყოფილ ინფორმაციას აგროვებს, მაგრამ ეტყობა ჩვენი ხელისუფლებისათვის იქნება თუ ცალკეული ჩინოვნიკებისთვის აუცილებლად ჩათვალეს, რომ ერთ-ერთზე უთხრან, რომ აი ეს ჩვენთვის გაუგებარია და აგვიხსენეთ ამ კუთხით, როგორ აპირებს სტაბილურობის შენარჩუნებას, ხო? როგორ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სპორტი ნამდვილად აშენდება და არ იქნება დამოკიდებული სიტყვაზე ვთქვათ, რაც რუსულ დეзинფორმაციულ კამპანიაზე, ხო, რომელმაც შეიძლება ანაკლის სპორტი მთლიანად დაძიროს. აი ამ მომენტების გარკვევაში ვართ ახლა. თქვენ მართებულად აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები, გზავნილები მიდის ჩვენი ხელისუფლებიდან, ერთის მხრიდან საუბრობთ კვლავ ჩართულობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეორეს მხრივ ჩინეთის რესპუბლიკასთან უფრო მაღალ დონეზე აყვავს ერთგვარად ეს სტრატეგიული პარტნიორობა. აქ არავინ არ ეწინააღმდეგება საქართველოს მრავალვექტურობას, მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაცია დღეს ვაშინგტონში. პირიქით ის თვითონ ჩადის ჩინეთში თავისუფლად საუბრობს ამ ხალხთან და პარტნიორობასაც აგებს და საერთო ინტერესის გამოხატვასაც კი ფიქრობს, მაგრამ როდესაც აცხადებ, რომ ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადახვედი, ანუ ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში რამოდენიმე დონე არის ამ სტრატეგიული პარტნიორობის, ის იყო პირველი, რაც ჩვენ თუ არ ვცდები შარშან მოვაწერეთ, ხო? ზოგადი უფრო განცხადების დონეზე იყო მემორანდუმი ხელმოწერილი. ეხლა ითქვა, რომ უფრო ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი. ეს შეთანხმება არავის არ უნახავს საზოგადოებაში, საერთოდ არსებობს ეს შეთანხმება ფურცელზე არ არსებობს. სხვადასხვა მე შევაცადე ეს განცხადება, რომ ნახე ჩინეთის საგარეო ვებგვერდზე მენახა ამაზე ინფორმაცია, იქა ძალიან ზოგადი და ძალიან მოკლე იყო, რაც ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს, რას ნიშნავს ეს ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. იგივე ჩვენს მონიტორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში იქნება აინტერესებთ, რას გულისხმობთ ამის ქვეშ. ჩვენ ხვდებით კომუნისტური იდეოლოგიის გამტარების სიტყვაზე ვიძახი. თუ არ ხვდებით, თუ რაღაცა სხვა უფრო მაღალი დონის ეკონომიკური კავშირები გვაქვს, თუ ჩინური ინვესტიციებს მეტ სვლას ვაძლევთ, ეს ხომ უნდა ნათელი იყოს, სწორედ ამიტომ არის დიპლომატია და საგარეო უწყება, რომ ტრანსპარენტულად აწარმოოს ეს საგარეო კურსი, როცა ნორმალური გადაწყვეტილებები მიიღება. სხვათა შორის ესეც საინტერესო უნდა იყოს, რამდენად სხვადასხვანაირი აღქმა არის ალბათ ორ ქვეყანას შორის, ჩვენი მხრიდან თუ როგორც გარღვევად იქნა მიღწეული სტრატეგიული პარტნიორობის მრავალფეროვნებამდე გადასვლა. ნახე მაგალითად ჩინეთის საგარეო უწყების ვებგვერდი, სადაც
ამ ბოლო ინფორმაციასთან ერთად შევამოწმე რა ინფორმაციაა ზოგადად საქართველოზე და ჩემდა სამწუხაროდ 2013 წლის ბოლო ინფორმაცია იყო, სადაც ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს მეტყველებს, რომ ჩინეთს სურს, რა თქმა უნდა, თავის გავლენის სფეროები, მაგრამ მის პრიორიტეტებში საქართველო ნამდვილად ჯერ არ იმყოფება. ამიტომ ეს ურთიერთგამომრიცხავი, ეს უფრო დეკლარირებული დონის მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა მგონია მე უფრო ვიდრე რეალურად რამესთან გვაქვს საქმე. შესანიშნავად. ბატონო მახეს, როდესაც გაშვებულ შესაძლებლობებზე საუბრობდით, უცებ გამახსენდა სტამბოლში 99 წლის სამიტი, სადაც მაგალითად რუსულ სამხედრო ბაზების გაყვანას მოეწერა ხელი და ამავდროულად 96-დან 19-ის ჩათვლით ეს ბაქო-თბილისი ჯეიხანის ამბო, რასაც მოყვა მერე უსაფრთხოების გარანტიები, ანუ ეკონომიკა, რომელსაც ჭირდება დაცვა. თუ კი საქართველოს შეინარჩუნა ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ახლა არის, მე არ მინდა რაღაც კონკრეტული სახელი დავარქვა, მაგრამ რაღაც турბულენტურ მინიმუმ რაღაცა გაურკვევლობაში, როგორ იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება? და ვის მიერ იქნება საერთოდ? ან იქნება კი ვინმეზე დამოკიდებული მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთოდ? მოდით ზოგადად გლობალურად შევხედოთ სურათს. ყოველ შემთხვევაში რაც გვესმის ოფიციალური განცხადებებით, ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ მას სურს გაატაროს მრავალვექტორული პოლიტიკა. ნება არის პოლიტიკური პარტიის ნება არის გადაწყვიტოს ესა დიპლომატიაში და საერთაშორისო ურთიერთობაში ეგრეთ წოდებული ჰეჯინგი, ანუ ბალანსირება მრავალ ქვეყანას შეუძლია, მაგრამ მას გააჩნია თავისი პრობლემური დაბოლოებები. როდესაც შენ ატარებ ბალანსირებას დაპირისპირებულ მხარეებთან, კარგი მომავალი არ ელის შენ უსაფრთხოებას, ხო? როდესაც ირან ამერიკის შეერთებული შტატების ომის პერიოდში არ იცი რა თქვა და ამავე დროს ირანსაც უსამძიმრებ გარკვეულ პრობლემებს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან აცხადებ, რომ გინდა ხელახლა ჩართულობა, ეს არ არის გამჭრიახე საგარეო პოლიტიკა, ეს არ არის საგარეო კურსი. ბოლო პერიოდამდე, მოდით ესე ვთქვათ, საქართველოს საგარეო კურსი ცვალებადი იყო, მაგრამ გარკვეულ პრინციპებს ეყნებოდა. ეს ძირითადი პრინციპი იყო ის, რომ შევარდეთ ევროპული ოჯახის წევრები. ანუ ეს ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ძვირფასი არის, ტრადიციულად ჩვენ ამას ვემხრობი და ქვეყანა უნდა იყოს ამ ტრადიციების გამტარი. ეს იყო ფასეულობა და აი ეს განსაზღვრავდა შემდგომში უკვე ვისთან რა სახით პარტნიორობდი. ეს არ ნიშნავდა, რომ შენ დაუშვა ჩინეთთან პარტნიორობა არ უნდა ქონოდა. უაზრობა არის ამის გაკეთება, დიდი მოთამაშე არის. ჩინეთი თანამშრომლობდა ვენესუელასთან, ალბათ ეხაც თანამშრომლობს, თანამშრომლობდა კუბასთან, ანუ ამერიკასთან მიახლოებულ ქვეყნებთანაც კი და მით უმეტეს აზიის საჯვარედინზე მომიჯნავე ქვეყანასთან, რა თქმა უნდა, მასაც მოუნდებოდა, მაგრამ აქ თავარი იყო ის პრინციპები, რასაც ჩვენ ვატარებდით, ხო? ეს იყო ჩვენი წითელი ხაზი, რასაც არ უნდა გადავცდენილი იყავით. დღეს ეს წითელი ხაზი მოიშალა, ჩვენ ვიძახით, რომ ვაცხადებთ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, რას გულისხმობს ეს ასად არ წერია, მოდით ესე ვთქვათ, სხვა თუ არაფერი საგარეო პოლიტიკის ბოლო კონცეფცია ეხებოდა 2019-2021 წლებს და წარმოგვიდგენთ მას მერე რამდენი რამე შეიცვალა ჩვენს რეგიონში. ამის შედეგად მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა რეალურად ჩემი შეფასებით არის უბრალოდ იზოლაცია, როდესაც დაძაბულობა არის, საერთოდ არაფერი არ ვთქვათ და ეს ერთგვარად სირაქლემის პოზიციაში ჩავდგეთ, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება რაღაც განცხადება გავაკეთოთ, რომელიღაცის მხარდაჭერის ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპები აღარ გავგვაჩნია. ჩვენ აღარ ვატარებთ ევროპული ფასეულობების დამცავის პოლიტიკას, ჩვენ არ ვატარებთ პოლიტიკას ევროპული ინტეგრაციის მიხედვით, პირიქით. დღეს უკვე ევროპას ღიად შეურაცხყოფას ვაყენებთ, მის მაღალი დონის მოხელეებს პირდაპირ შეიძლება ითქვას ბჭყალებში ჩავსვათ ვაგინებთ, რაც რა თქმა უნდა მეტყოლებს, რომ ჩვენი ის კურსი მოუშალეთ, თუმცა ახალი რა შევიძინეთ, ჩვენთვის გაუგებარია ეს. როგორც დიპლომატისთვის. მრავალვექტორული თუ არის არაბული ქვეყნიდან 6 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვა, რომლის
დიდი ნაწილი თურმე ისევე საქართველოს მოქალაქეების დასაფარი იყო, იმიტომ რომ წინასწარ დაიწყო ობიექტის გაყიდვა, ეს არ არის საგარეო პოლიტიკა. არაბის უკაცრავად საუდის არაბეთთან ან გაერთიანებული არაბების ემირატებთან შეიძლება კარგი ურთიერთობა ქონდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება საგარეო პოლიტიკის ვექტორი. რას ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ვექტორი? ანუ შენ იმ ქვეყნებთან გაქვს რაღაცა სტრატეგიული თანამშრომლობა, მაშინ გამოდიხარ შენ ეომები ირანს სიტყვას, ბევრი კითხვები იბადება, რასაც პასუხს ჩვენთან ვერ გასცემს, ალბათ აი ამ იზოლირებულ ვარიანტში, როცა გაურკვეველი კურსი გვაქვს ჩვენ ნებისმიერ მიმართულებით, ხდება ის უბრალოდ კონცეფციასაც კი ვერ წერენ, იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტს რო გამოაქვეყნեն, მე ხო უნდა მისდიო იმის დებულებებს. მაგასაც კი არ წერენ, იმიტომ არ იციან რა უნდა დაიწეროს. ვინაიდან ჩვენთან გადაწყვეტილებები, როგორც ხვდებით, იღება რაღაც არა საგარეო უწყების ქვედა დონიდან, როგორც ადრე ხდებოდა, ჯერ კიდე შევარდნაძის დროსაც კი თქვა ქვედა დონე ამზადებდა რაღაც წინადადებებს, შემდეგ მიდიოდა განხილვა, რა ჯობია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, რა არ ჯობია და ამის შემდეგ ამოდიოდა საბოლოო შედეგი. დღეს ეს პროცესი მთლიანად მოშლილი არის, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ზემოდან გარკვეული ინსტრუქციები თუ ბრძანებები მოდის, არ ვიცი საიდან ზემოდან, ამაზე შემდგომში კიდე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ ტრანსპარენტულობას ჩვენ საგარეო კურსში. თუ აცხადებ, რომ რაოვექტორულ საგარეო კურსს რას ნიშნავს ეს ერთი ინვესტიციის შემოტანა ნიშნავს, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ არაბეთის სამყაროზე. ჩინეთთან რო ავწიეთ დონე რაღაც განუსაზღვრო სტრატეგიულ პარტნიორობასთან ნიშნავს, რომ ჩვენ ჩინეთის მომხრეები ვართ მრავალ საკითხში, თუ გლობალურად სავხედავ ჩვენ თავს. გასაგებია, რომ უკვე ევროპასთან ვერ ვხედავთ, ხო? სწორედ აი ეს მეტყველებს ამ ჩვენი მრავალვექტორული პოლიტიკის პრინციპში ფორმალობაზე, რეალურად ეს არ არის მრავალვექტორული პოლიტიკა, სულ სხვანაირად უნდა წარიმართოს და ამასთანავე წარუმატებლობაზე. დღეს სამწუხაროდ ჩვენ ვართ ალბათ შეიძლება ითქვას ჩვენი რეგიონის ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა, იმიტომ რომ იგივე აზერბაიჯანს ან სომხეთს ბევრად უფრო ჩვენზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი გააჩნია, ჩვენზე უფრო გამოცდილი შეიარაღებული ძალები გააჩნია. ამასთან რუსულ დეзинფორმაციასთან ბრძოლაში სწორედ ეხლა იწყება ამ ზაფხულში ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვა და ამ კუთხითაც ალბათ ვითარება ნორმალიზდება იქ რუსული პროპაგანდის და კოგნიტური ომის დაძლევის კუთხით. ეს ინსტრუმენტები ჩვენ აღარ გაგვაჩნია და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ დღეს ვართ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. უნდა შევეხოთ ერთ საკითხს, რომელსაც თქვენ შეეხეთ ცხადია, მაგრამ ცოტა გავშალოთ. ირანის ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებები, ესეთი ვიზიტები, ანძის ირანის დროშის სფერებში გაშუქება და შესაბამისი თანმდევი გადაწყვეტილებები რაღაცეებში, გასვენებაში ჩასვლა იმ ხალხთან ერთად დგომა, რომლებიც მე გაანადგურეს ზოგი იმავე დღეს, ზოგი მომდევნო პერიოდში ის სტრატეგიული თანამშრომლობა, აწუყვე ყოფილ პარტნიორებთან და ახლა ამ მოცემულობაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება და რა თქმა უნდა თვითონ ელჩის ისევ და ისევ ძალიან აქტიური განცხადებები, რომელიც ჩემი დაკვირვებით უბრალოდ განცხადებებს სცილდება და უკვე კარგი ხანია სცილდება. კი ბატონო. მე არ განვეკუთვნები რაღაც დიდი აკადემიური ბექგრაუნდით, ფონით თეორიულ ცოდნაში საერთაშორისო ურთიერთობების. მე უფრო პრაქტიკოსი დიპლომატი ვიყავი 25 წლის განმავლობაში, სწორედ მოლაპარაკებების შედეგად სწავლობდით საქართველოში დიპლომატიას, პირველი ნაბიჯები იყო ამ კუთხით. მე ამას იმისთვის ვამბობ, რომ მე ძალიან კარგად მესმის, საკმაოდ რთული ვითარება აქვს ქართულ დიპლომატიას, როცა ესეთი გლობალური ომი იწყება ირანის წინააღმდეგ, ამასთანავე თვითონ ირანის პასუხი გულისხმობდა გარკვეულ არეულობას მთლიანად რეგიონში, ხო? ეს მცდელობები გამოჩნდა მაგალითად აზერბაიჯანში დაბომბვის კუთხით, ამასთანავე გარკვეული განცხადებები იყო და მოლოდინი ირანიდან, რომ სომხეთი როგორც პარტნიორი გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს პროცესები გასაგებია. საკმაოდ რთული არის მსგავს ვითარებაში სწორი ხაზი აარჩიო და სწორი განცხადება გააკეთო.
იგივე ანძას რაც შეეხება ახლა ჩემს პირად შეხედულებას მოგახსენებთ ეს ტრადიცია არის საქართველოში დამკვიდრდა არ ვიცი რამდენად სწორი არის თუ რამდენად კარგი არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის დღესთან სიახლოვეს როგორც წესი ქალაქის მერია თბილისის მერია იმ ქვეყნის დროშების ფერში ანათებს ჩვენს ანძას ხო ეს ერთგვარი ხარდაჭერისა და მოლუცვის სანაცვლოდ ეს ტრადიცია არის და მე უნდა ვივარაუდო რომ იმ ანძის გაშუქება ალბათ ამ ტრადიციის გაგრძელება იყო ყოველ შემთხვევაში ეს რომ იმ დღეს ეს არ გაგეკეთებინა გამოდიოდა რაღაც უფრო ნეგატიური განწყობების შექმნა ეხლა რაც შეეხება გასვენებებში ყოფნას რაც შეეხება განცხადებებს პლაკატების გამოფენას მიტინგის დაშვებას, როცა დაუშვათ იგივე საქართველოს თემატიკაზე შენ არ უშვებ მიტინგს და ამ დროს ირანელებს შესაძლებლობა აქვს გამოხატონ თავისი პროსამთავრობოს, ხო? გამოხატონ თავისი პოზიცია, რატომღაც უკვე თავისუფლად მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოება, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო იყოს, აქ უკვე მე ცოტა სხვა პოზიციას დავაფიქსირებდი, ძალიან სამწუხარო ეგეთი ფაქტები რო ხდება. მე ვერც ვიტყვი ახლა ჩვენი ხელისუფლება იმდენად ფრთხილობს და იზოლირებულად მოქმედებს ბევრი კომპონენტის მიმართ იგივე დაუშვათ სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირების დროს საკმაოდ დიდი ხანი ჩვენ არანაირი პოზიციის დაფიქსირება არ შეგვეძლო ხო ირანის მიმართ ესეთი ნაბიჯები მე როგორც პრაქტიკოს დიპლომატს მაფიქრებინეს რომ რაღაცა სხვა ინტერესები არის ალბათ რაც საჯაროდ არა ჩანს არანაირი აუცილებლობა რომელიღაცა ლიდერის დასაფლავებაზე ჩავიდეს ჩვენი უმაღლესი დონე და იქ იდგეს ამერიკისათვის ტერორისტ ხალხთან გვერდიგვერდ თუ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და ჩვენმა პროტოკოლმა ვერ უზრუნველყო სათანადო ადგილის მოპოვება ეს კიდევ უფრო უარესი არის მე ვიტყოდი თუ ამდენი ვერ მოიფიქრა პროტოკოლმა და არავინ არ ყავდა კოორდინატორი რომ ეს ფაქტი არ დაფიქსირებულიყო კიდევ უფრო უარესი არის მაგრამ რადგან ეს ადამიანი ჩავიდა და გვერდზე დადგა მე ვფიქრობ რომ აქ მარტო დიპლომატიასთან არა გვაქვს საქმე მე ხა გამომძიებელი არა ვარ და ვერ გეტყვი ზუსტად რა ინტერესები შეიძლება გქონდეს ჩვენ ირანთან მაგრამ ეთყობა რაღაცა სხვა ინტერესებიც არსებობს გარდა ზოგადი დიპლომატიურისა ისიც ფაქტი არის რომ უშუალოდ ჩვენი მეზობელი არ არის ირანი მე მესმის მაგალითად პრეზიდენტ ალიევის მისვლა ბაქოში ირანის საელჩოსთან და პირადად აიათოლა ხამენიზე ჩანაწერის გაკეთება და სამძრის გამოხედა იმიტომ რომ აზერბაიჯანი არის მეზობელი ქვეყანა იქ დაახლოებით 20 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს რომელიც მოსაზღვრე არის აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან შესაბამისად გარკვეული პროვოკაციების საფრთხე იყო შესაძლებლობა იყო და ეს ადამიანმა მთლიანად გამოიჩინა ეგwar დიპლომატიური ტაქტი ეს არ ნიშნავს რომ გაიზიარა ირანის პოზიცია მაგრამ დიპლომატიური ტაქტიც გამოიჩინა და შეძლო ისეთი აეწყო ურთიერთობა რომ ირანის გარკვეული რადიკალური ძალების სურვილის მიუხედავად არეულობა დაწყებულიყო აზერბაიჯანში თქვა რა ნახიჩევანში ჩამოაგდეს ხო დრონი ეს პროცესი შეწყდა მან ალიევმა შეძლო თავისი კულუარული დიპლომატიური ნაბიჯებით თუ რაღაცა სხვა სახით გადაეწყვიტა ეს პრობლემა ჩვენ არ ვიცი სადა ვართ ვერ ვიტყვით სადა ვართ იმიტომ რომ ეს განცხადებები ამ კუთხით არ ცხადდება ესეც მეორე გასაგებია მაგრამ ამავე დროს რატო დგეხარ ტერორისტებთან რომლებიც იყვნენ ტერორისტები ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და დაგვრჩა კიდევ ერთი მიმართულება ეს არის რუსეთის მიმართულება როგორც თქვენ ბრძანეთ და არაერთხელ მოგვისმენია ამის შესახებ რომ რაღაცა ხიდები თუ რაღაცა კავშირები ამ ქვეყანასთან მაინც რახან ერთი საზღვარი გაგვეჩნია უნდა იყოს მაგრამ აქ არის ბევრი მაგრამ რომელსაც უამრავი მრავალწერტილი მოყვება ხო ანუ ოკუპირებული ტერიტორიები წამება მოკლა ამდენი ათასობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა და ნუ ასე შემდეგ რასაც მოყვება ანექსიისკენ გადადგმული ძალიან მძიმე ნაბიჯები და ის რაც რამდენიმე დღის წინ ახლა ნახეთ ჩვენ მაგალითად ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ცვლილებებიც აქეთკენ გადადგმულ ნაბიჯად არის აღქმული ყველგან.
რუსეთი, უკრაინა და ჩვენ დღესაც ვკითხულობდი რომ უკრაინელები აპირებენ ნახევარკუნძულისგან კუნძულის შექმნას, ყირიმზე მაქვს საუბარი, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი, როგორი ასახვა აქვს ჩვენზე, იმიტომ რომ სარკისებური გამოძახილები ქონდა ამას რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე წუთებიდან. საინტერესო კითხვა არის და რუსეთის თემატიკაზე საკმაოდ მრავალი წელი მიმუშავე, უშუალოდ მოლაპარაკებებში ჩართული ვიყავი, ამდენად როგორც პირველი წყარო შემიძლია ვისაუბრო რუსებზე და რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. მე პირადად საკმაოდ დიდ შეცდომად მივიჩნევ, როგორც საქართველოს ხელისუფლების ალბათ საერთაშორისო თანამეგობრობის, რომლის თანახმად პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონფლიქტების დარეგულირებას ცდილობენ რაღაც ცალკეული მექანიზმებით. ეხლა ავხსნი რას გულისხმობ. პირველ რიგში ბუნებრივია აფხაზეთის კონფლიქტს, იგივე ცხინვალის კონფლიქტს, თუნდაც დნესტრისპირეთის კონფლიქტს ან უკრაინის კონფლიქტს შეიძლება სხვადასხვა შემადგენელი ნაწილი ქონდეს, სხვადასხვა რისკები აღმოცენდა, სხვადასხვა გზით წავიდა თვითონ კონფლიქტი, მაგრამ რეალურად ეს ხო ყველაფერი რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ მცირეოდენი მოკლე პერიოდის მიუხედავად რუსეთის საზოგადოებამ ერთგვარად ვერ დაეთხოვა თავის იმპერიულ ცნობიერებას და მოდით გადავავლოთ ძალიან მოკლედ ახლა ბევრი დრო რო არ წავიღოთ, ბევრი ყურადღება რო არ მივიყროთ ამ კუთხით, უბრალოდ აღნიშნოთ რა არის ეს რუსეთის იმპერიული ცნობიერება, რომელიც დამახასიათებელი იყო იმპერიის დაწესებიდან პეტრე პირველის დროს, ისევე საბჭოთა კავშირის დროს და პოსტსაბჭოთა პერიოდში. ეს არის პირველ რიგში დესპოტური ვერტიკალი მმართველობის, როდესაც ცენტრი აკონტროლებს მთლიან ტერიტორიას იმპერიის და პუტინის ძალაუფლებაში მოსვლისთანავე მისი მთავარი ნაბიჯები იყო გუბერნატორების არჩევითობის მოხსნა და თავისი ხალხის დაყენება, რათა ეს ვერტიკალი დაეწესებინა, პლუს ამისა ეს დესპოტური მმართველობაც დამახასიათებელი არის რუსეთისათვის საუკუნეების განმავლობაში, მე არ ვსაუბრობ რაღაც ბოლო 10 წლების განმავლობაში. როდესაც თუნდაც ბატონყმობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე იყო, ხო, ბოლოს და ბოლოს. იგივე საბჭოთა კავშირის დროს ყველამ კარგად იცის რა ურთიერთობა იყო მოსახლეობის მიმართ. მეორე დამახასიათებელი ეს არის რუსული ერის უპირატესობა, არა მარტო სლავების მიმართ, არამედ ნებისმიერ ეთნოსის მიმართ, რომელიც იმპერიაში ოდესღაც შედიოდა. თუ ეს არა, მაშინ როგორ შეიძლება პუტინმა 21 საუკუნეში განაცხადოს, რომ სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმა დადგმულა ის რუსეთს ეკუთვნის. ანუ ეს პირდაპირ ამასთან არის დაკავშირებული. მესამე მნიშვნელოვანი დებულება იყო ეს ვითომ რუსეთი მესამე რომი არის, ბიზანტიის შთამომავალი და ამის ხაზის გატარებას დღეს უკვე იდეოლოგიები ცდილობენ კრემლიდან და გამჯდარი არის სამწუხაროდ უკვე საქართველოშიც რუსეთი არის ტრადიციების დამცავი და ჩვენი მართლმადიდებლური რელიგიის გამტარებელები შეხედონ რას აკეთებენ უკრაინაში, სხვა თუ არაფერი და მეოთხე ფაქტორი დამახასიათებელი შუა საუკუნიდან იმპერიებს შორის გავლენის სფეროების ქონა. 21 საუკუნეში პუტინი თვლის თუ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ევროპა გავლენის სფერო არის, თუ ჩინეთისთვის აზია გავლენის სფერო არის, რუსეთსაც თუ უნდა ჰეგემონი იყოს გლობალური, მასაც უნდა თქონდეს თავისი გავლენის სფერო და ისევე რას მოიაზრებს პოსტსაბჭოთა სივრცეს და შეიძლება ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებს. ეს მას გამჯდარი აქვს. ამდენად მოდით არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბრავალს უთქვამს, რომ იქნებ პუტინი მოშორდეს ხო ხელისუფლებას. არ არის ეს პუტინზე, ეს არის იმპერიული ცნობიერება, რომელიც დღეს კიდევ უფრო აღზევებული არის რუსეთის საზოგადოებაში. შესაბამისად, იქ აფხაზეთში რა მოხდა 93 წელს რა შეთანხმებას დავეყრდით ჩვენ თუ გაგრა როგორ აიღო ქართულმა ჯარმა და შემდეგ ჩავაბარეთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ძირითადი პოლიტიკა მაინც იქითკენ მიდიოდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მსხვერპლიც იქნებოდა, ომიც იქნებოდა, კონფლიქტიც იქნებოდა, რისთვის? რომ ჩვენ ყოფილიყავით ერთგვარად ამ თლაც სუვერენიტეტი რო არ ქონდეს სრულყოფილი რა. ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი
მამოძრავებელი ძალა, რომ სოფლიოში გლობალური ქვეყნები არიან, სხვადასხვა დონის სუვერენიტეტის მქონე არიან, რეალური სუვერენიტეტი, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დაუშვათ ჩინეთი, დაუშვათ თავის თავს მოიგივიებს, როგორც ნამდვილი სუვერენიტეტის მქონე, არის ნომინალური სუვერენიტეტი, რომელსაც არ აქვს უფლება თავისი დამოუკიდებელი საგარეო კურსი იქონიოს. მოკლედ რო ვთქვათ, არ აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი. შესაბამისად, ის დიდი შეცდომაა, მე ვფიქრობ, როდესაც მინსკის ჯგუფი იქნებოდა ყარაბაღის კონფლიქტზე, საქართველოს ჯგუფში, ვთქვათ, საქართველოს საკითხებზე კონფლიქტიც კი გაყოფილი იყო, სხვადასხვა სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობდა, აქ თავარია დაიგმოს მთლიანად რუსეთის საგარეო პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამის გარეშე ჩვენ ვერ ავლაგნოთ თუ უკრაინაში ერთგვარად წარუმატებლობა ექნება რუსეთს ის მოძებნის სხვა კონფლიქტურ ვითარებას, რათა იქ გააღვივოს ახალი კონფლიქტი. იმედია, რომ საქართველოში არ მოხდება, მაგრამ ამისთვის ნორმალიზების კურსი არ შველის. მოდით გადავავლოთ უბრალოდ 90-იანი წლებიდან დაწყებული რამდენჯერ სცადა საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება, აქ საკმარისია მოვიყვანოთ შევარდნაძის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება სამხედრო ბაზების 25 წლით დატოვება ლეგალურად, მართალია მე შეიცვალა, იქ იქნება იქ შეიძლება ითქვას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში შესვლა, DST-ში შესვლა, DST-ში, რომელიც DST-ს გარე საზღვრების დაცვა ჩააბარა პირდაპირ რუსეთის ფედერაციაზე, ჩვენთან 98 წლამდე რუსი მესაზღვრე იცავდა ჩვენ საზღვრებს, ჩვენ გარე ანუ თურქეთთან საზღვრებს, წარმოგიდგენიათ. არც სააკაშვილი არ იყო, ხო, გამონაკლისი, სწორედ მის დროს, როცა გამოცხადდა ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება, მაშინ პანკისში იყო პრობლემები და მან შესთავაზა ჩვენი სახელმწიფო საზღვრის რუსებთან ერთობლივად კონტროლი, რაც უპრეცედენტო შეთავაზება იყო. სწორედ სააკაშვილის პერიოდში მოხდა მრავალი რუსული ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში, ეს VTB ბანკი იქნება თუ ენერგეტიკის სფეროც. ენერგეტიკის სფერო თუ AES თელას გულისხმობთ, ის იქამდე იყო დაწყებული, უბრალოდ სააკაშვილმა დაამთავრა მეტიც ყველა მიცის, რომ ამერიკელების ჩარევის გარეშე შეიძლება ის ძირითადი გასადენი, რაც სომხეთისკენ მიდის, ისიც რუსეთის საკუთრება ყოფილიყო. ანუ ნორმალიზებას ესეთი სახით ხედავთ ჩვენ. დღევანდელი ხელისუფლების მოსვლისთანავე თავიდან განცხადება იყო, რომ ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ფედერაციასთან ნორმალიზებას ეროვნული ინტერესების სრული დაცვით. რეალურად დაახლოებით 2015-2016 წლებში უკვე ეს ნორმალიზება სრული ინტერესების დაცვით გადავიდა სხვა განცხადებაში, არ გაღიზიანების განცხადებაში და უკვე უკრაინის ომის შემდეგ ომი გინდამდე დავედით. ანუ დავიწყეთ 2012 წელს ნორმალიზები და დღეს 2026-ში ვართ ომი გინდას თემატიკით ვაგრძელებთ. ეს ხატყობს, რომ შეუძლებელია ნორმალიზება, ვინაიდან რუსეთის რევანშიზმი არის მისი პრიორიტეტი. იქ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რესპუბლიკა რა ნაბიჯებს გადადგავს, რა ქათინაურს გაუგზავნის პუტინს იქნება თუ მის გარშემოყოფ establishments იგივე საკეთებენ სეპარატისტი რეჟიმები, ხო, ამ პირიქით რუსები იქ ჩადიან და აკონტროლებენ ვითარებას. ანუ ნორმალიზებას არანაირი პერსპექტივა არ ექნება თუ ერთიანი მიდგომა რუსული რევანშიზმისა და იმპერიალიზმის გამო არ იქნება გადადგმული ნაბიჯი. ეს ეხება საერთაშორისო თანამეგობრობასაც. რატომ ხდება, რომ მაგალითად ყირიმის ოკუპაციაზე ან აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციაზე დაწესდა საერთაშორისო სანქციებზე, მაგრამ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციაზე დღეს არანაირ სანქციებზე საუბარიც არ არის. ესეც სისუსტეა, ხო, ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ვერ ვაყენებთ, იმიტომ რომ არ უნდა გვინდა მოსკოვი გავაღიზიანოთ, რომ ამ კონფლიქტური უკაცრავად ოკუპირებული ტერიტორიების გამო და იქ რაც დღეს ხდება, უკვე მუხარით მოდიან, ხო, ცალკეული ელემენტები. ეს არ არის ცალკეული მუხარე, ეს არის მომზადება ერთგვარი ფონის, რომ ეს შესაძლებელია, ხო? იმუქრებიან ლამის ლუგარის ლაბორატორიის დაბომბვით, ხო? ამდენად გამომდინარე, ეს არის ესეთი მეთოდი არის რუსული establishment-ის, როცა ხედავს, რომ მეტოქე ამ შემთხვევაში საქართველოს
ერთგვარად მის ნაბიჯებს მისდევს და ატარებს, ის კიდევ უფრო კრიტიკულ ვითარებაში აყენებს, რომ გამოცადოს სადამდე შეუძლია ამ მოწინააღმდეგეს მთლიანად სტაბილურობის შენარჩუნება. არასტაბილურობა კიდე რუსეთისთვის, საქართველოში რუსეთისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სცენარი არის და ეს არის 90-იანი წლების დასაწყისიდან, ხო, სამოქალაქო ომიდან და შემდგომ იმ კონფლიქტებიდან, რაც ჩვენთან ხდებოდა. აი ესეთი ვითარება არის, ამდენად მე ვფიქრობ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის პრობლემატიკა და მთლიანად რუსეთის რევანშიზმი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ურთიერთდაკავშირებული არის. ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვთ იმ დონეზე, როგორც აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეძლეს ეს რთული ნაბიჯის გადალახვა და რუსული კომპონენტის საერთოდ ამოგდება და იმის გარდა რომ ჩვენ არა ვართ ამ ეტაპზე, ჩვენ არანაირი მომზადებაც კი არ გვაქვს ამ ეტაპისათვის და შენ აფხაზებთან თუ შენ ოსებთან პირდაპირ დიალოგით ვერ გადაწყვეტ პრობლემს, სანამდე რუსი ესე კარგად გააკონტროლებს შენს შიდა ვითარებას, ისევე როგორც ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და რომ ჩამოვებღაუჭოთ რაღაცა ხაოსს ამ ძალიან მძიმე ვითარებაში და აბსოლუტურად რეალურ ვითარებაში, ეს არის რუსეთის თან ეკონომიკური მდგომარეობაც, თან მისი რაღაცა სამხედრო მდგომარეობაც, მისი წარუმატებლობა, აგერ 5 წელია ის გაიჭე და ჩარჩა უკრაინაში და მიუხედავად ამისა აქ ვიღაცებს კიდე ჯერა რომ რუსეთს კიდე არ გამოუყენებია რაღაცა. ჩემი პირველივე თვეებში გამოიყენა, ისი გამოყენებაც შეეძლო და უბრალოდ ჩარჩენილია შიგნით. როგორ შეიძლება გაიხსნას კვანძი? ანუ ჩვენი ხავსი რა შეიძლება იყოს? ისევე პრინციპების სრულფასოვანი შესრულება რაც გაქვს. რაც საქართველოს ერმა თავისი არჩევანი გააკეთა, რაც გვიწერია კონსტიტუციაში, იმის დამცველები უნდა იყოს მთელი საზოგადოება, ჩვენი ხელისუფლება უნდა ერთგვარად გამოფხიზლება უნდა მიიღოს და გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ დღეს ჩვენ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. არ მინდა ხა ვიღაცა შევაშინო ან ერთგვარად ძალიან პესიმისტური განწყობები გავაკეთო, შევქნა, მაგრამ რეალურად საზოგადოების კონსენსუსი არის ქვეყნის წარმატების საწინდარი. მის გარეშე ვერც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ვერ გაიკვლია გზა, ხო? იგივე პრობლემები ქონდა სომხეთს და ეხლა ადგენიან ნელ-ნელა ახალ ეტაპს. ერთგვარით ჩიხში იყვნენ შესული, ქვეყანა ჩიხში იყო შესული, ვინაიდან ვერც კონფლიქტს ვერ აგვარებდა, როგორც სათანადო იყო, ისევე როგორც რუსეთზე იყო დაკიდული და დღეს უკვე ერთგვარი ერთიანობა ხდება ერის ახალი იდეის და მე მას წარმატებას ვუსურვებ, ვფიქრობ, რაღაცა მსგავსი კონსენსუსი ჩვენ გვჭირდება, უნდა გადაფასდეს უმაღლეს ხელისუფლების დონეზე, ისევე როგორც ნებისმიერი ჩინოვნიკის დონეზე თუ რას აკეთებენ და რას ქმნიან თავისი ქვეყნისთვის და რა პროფესიონალურ ერთგვარ მოვალეობებს ასრულებენ, მათ ყველაზე კარგად თვითონ იციან, თავის თავში უნდა ჩაიხედოს. მე ვფიქრობ, ერთიანობა იმდენად საჭიროა, ამდენადაც თავად აი ამ მეორე ფლანგზე იქნება დაუშვათ, მე ხა პოლიტიკური ფიგურა არა ვარ, მაგრამ მეორე ფლანგზე, ოპოზიციურ ფლანგს გულისხმობ, აქაც გაურკვევლობა არის, რა იდეის გარშემო იკრიბება ეს ხალხი. აქ მთავარი იდეა უნდა იყოს, ქვეყანას უნდა გააჩნდეს კონსენსუსი ძირითად პოლიტიკურ მიმართულებებზე და ამ პრინციპების დაცვა რისთვის რის დამი ჩვენ ერთდროს მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ. სხვა გამოსავალი ალბათ არა აქვს. ძალიან დიდი მადლობა, ელჩი მალხაზ მიქელაძე გახდათ ჩვენი სტუმარი ამ ეპიზოდში. მადლობა თქვენ.